თითქმის 4 წლის შემდეგ უკრაინას საქართველოში ელჩი ისევ ეყოლება დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა მიხაილო ბროდოვიჩს ჩააბარეს, რომელსაც მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ბოლოს ის ელჩის პოზიცია სლოვენიაში იკავებდა. ახლა მთავარი კითხვა მოჰყვება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვა. ომის დაწყების შემდეგ გამწვავებული ურთიერთობის და ოფიციალური თბილისის მიმართ უკრაინის მაღალჩინოსნების მწვავე რიტორიკის გათვალისწინებით მოლოდინები არაერთგვაროვანია. მოხალისეებისთვის ხელი შეშლა და ამორალური პოზიცია სანქციებზე. ასე ახსნა თავის დროზე ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევა. და ეს მაშინ, როცა უკრაინაში საქართველოს საელჩოს კიევში მუშაობა მაშინაც არ შეუჩერებია, როცა ქვეყნების დიდმა ნაწილმა ომის დაწყებიდან მალევე უსაფრთხოების მიზნით დედაქალაქიდან საკუთარი დიპლომატები გაიწვია. მმართველი გუნდისგან განსხვავებით უკრაინის პირველი პირის ნაბიჯი ლოგიკური და მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსნების მსგავსად საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას დღემდე მწვავედ აკრიტიკებს. რა მისიით და გზავნილებით ჩამოდის ახალი ელჩი საქართველოში? სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი. მიხაილო ბროდოვიჩი, კარიერული დიპლომატი. სხვადასხვა დროს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და 2022 წლამდე სლოვენიაში მსახურობდა, როგორც უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ახლა ამავე სტატუსით დიპლომატი უკვე საქართველოში მოემგზავრება. კონკრეტულად როდის ჩამოვა ის თბილისში უცნობია, თუმცა ბრძანება ნომრით 83 იუწყება, რომ მიხაილო ბროდოვიჩის ელჩად დანიშვნას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. ამ ბრძანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფაქტობრივად 2022 წლის 1 მარტის საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. უნდა დაველოდოთ ელჩის ჩამოსვლას, იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგავს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი არ გააგრძელებს იმ მტრულ პოლიტიკას, მოდი ასე დავარქვათ, რაც ჰქონდა მის ხელისუფალს საქართველოში, რა მიზნითაც თავის დროზე გაიწვიეს წინა ელჩი, როგორც ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას, მაქსიმალურ ესკალაციას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და საბოლოო ჯამში რუსეთის თამაში შესვლას, შეთრევას საქართველოს ამ ნაწილში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები ასე არ იქნება და იმედი გვაქვს, რომ ელჩის დანიშვნა არის იმედია, ერთგვარი გადააზრება საკუთარი პოლიტიკის დროს იყო მცდარი. შეცდა თუ არა თავის დროზე ოფიციალური კიევი, რომელიც 2 კვირა არ იყო გასული, რაც ფრონტზე რუსეთს ებრძოდა და ამასობაში დიპლომატიური ფრონტი პირველი საქართველოსთან გახსნა. მაშინ, როცა რუსეთსა და ომში მის მოკავშირე ქვეყნებში უკრაინელი დიპლომატები თანამდებობებზეც რჩებოდნენ და მადლობებსაც იღებდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი მიწებ ოკუპირებული საქართველოდან გაიწვია. დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის. ვიდრე ზელენსკი უწოდებდა ამორალურს ქართულ გადაწყვეტილებებს, საკუთარი ქვეყნის უფრო ადრე ქართულ ოპოზიციურ პოლუსს შერცხვა. ის, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ და ვერ აწესებდა, ქუჩის პროტესტში გადაითარგმნა და მერე ამ პროტესტის ორგანიზატორები პარლამენტის წინ დიდხანს იწვოდნენ სირცხვილით. ძალიან შემწყვა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქეს შერცხვა და იცით რა არის, ხანდახან ალბათ გება მომენტი, რომ შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას. ამ წვაში ცეცხლი მაინც არ გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისურ ქუჩას 2 დღეში დაეწია ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება, რასაც რუსთაველის გამზირზე თავისი პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა. ვიდრე უკრაინა ცეცხლის ალში ეხვეოდა, თბილისში არც ისე დავიწყებული და ყოველთვის ყველაფერს მორგებული მოთხოვნები გააცოცხლეს, მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. მე რო ვიყო ახლა გამოვაცხადებდი მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და საპარლამენტო ვადამდელ არჩევნებს. კი, ჩვენ უნდა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ. ასე გააცოცხლა ვინიცის მერამდენედ რიგგარეშე არჩევნების იდეა ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებამ და საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას შემდეგ ბევრმა სხვა განცხადებამაც შეუწყო ხმა. კიევიდან პერიოდულობით გახმოვანებულ და ვერც ერთხელ დადასტურებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ საქართველო რუსული იარაღის ტრანზიტად გამოიყენებოდა, მოჰყვა ჯერ მოწოდებები აფხაზეთში გასეირნების შესახებ. მერე ღია გზავნილები იმაზე, რომ თუ საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებას დაიწყებდა, შეღავაც მისცემდა უკრაინელ ჯარისკაცებს, ქალებს და ბავშვებს. მერე თბილისში გაჟღერებული მთავრობის გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების იდეაც შედარებით გასაგები გახდა, როცა უკრაინიდან პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობას ომის დასაწყებად გამბედაობა არ ყოფნიდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან განსხვავებით. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.
ვიდრე საქმე ამ აღიარებამდე მივიდოდა, ყველაფერი ელჩის გაწვევით დაიწყო და ახლა, როცა 4 წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინა საქართველოში ელჩს უკანაბრუნებს, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში არასოდეს უცდია უკრაინას, რომელიც ახლაც მართალია, როცა ელჩს აბრუნებს და მაშინაც მართალი იყო, როცა ელჩი ქვეყნიდან მიჰყავდა. იყო ძალიან ლოგიკური, რომ ელჩი რაღაც პერიოდში არ იყო, იმიტომ რომ ამ ქვეყანებს შორის მოხდა უპრეცედენტო რამ, ყველაზე მეტად ეიმედებოდა საქართველოში და ამ დროს საქართველო ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყო ქცეული, თუმცა ეხლა ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არალეგიტიმური იქნება საქართველოს მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას და ზოგადად უკრაინულ სახელმწიფოს უნდა ყავდეს წარმომადგენლები საქართველოში, ამიტომ მხოლოდ მივესალმებით. და მაინც როცა ნაციონალური მოძრაობა გაწვევასაც მიესალმებოდა და დანიშვნასაც მიესალმება, ჩნდება შეკითხვა. რა შეიცვალა საქართველოში ამ ხნის განმავლობაში? უკრაინელი დევნილები ქვეყანაში ისე ცხოვრობენ. ომში მყოფი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერაც ისე გრძელდება. თუმცა მოცემულობა, რომლის გამოც თავის დროზე იგორ დოლგოვი თბილისიდან წაიყვანეს, ისეთია. მიუხედავად უკრაინული მოწოდებებისა და ევროპული ინსტიტუციების დაჟინებული მოთხოვნისა, საქართველოს არც მოხალისეები გაუგზავნია სპეცრეისებით და არც საკუთარი სანქციები დაუწესებია. მაშინ ჰქონდათ როგორც ჩანს მოლოდინი, რომ შეძლებდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და ეს რომ ვერ შეძლეს, ეხლა უკვე გადატვირთვის პოლიტიკა მიდის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ რჩებით პარტნიორობის და მეგობრობის ფორმატში. როცა ყველა ელჩმა დატოვა უკრაინის დედაქალაქი, საქართველოს საელჩოს არც ელჩს დაუტოვებია და არც დროშა არ ჩამოგვიხსნია. ეს იყო ჩვენი პოზიცია. მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია ისიც იყო, რომ ომს რუსეთს ვერ დაუწყებდით. ამიტომ ეს ხედვა რაც ჰქონდათ მას და ბევრს, რომ საქართველოს მეორე ფრონტი უნდა გამხდარიყო, დღეს ნათელია, რომ ეს ასე ვთქვათ, რთულად შესასრულებელი კი არა, თითქმის შეუძლებელიც არის. თუ უკრაინის მხარე ხედავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მან ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, ჯერ როდის ჩამოვა ახალი ელჩი თბილისში და მერე როგორ პოლიტიკურ დავალებას ჩამოიტანს ქვეყანაში, რომელიც ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინის მხარდამჭერ ყველა საერთაშორისო დოკუმენტსა თუ პლატფორმას მხარს უჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ 4 წელიწადი მხოლოდ ბრალს დებდნენ და არ ელაპარაკებოდნენ.